ოჰო, რა ვარი წვნიანია. აუ, რა უნდა კითხოვი ადამიანს ძინავს თავი გაანე. ბავშვობაში გამისროლა, გადამიტყურცნა. მე მეგონა მარტო მშრალე იყო. ძალიან ბევრი ამის მოხარებელი ხო? ძალიან. ხინკალს შეიძლება ახან რო ჭამო. ძალიან. გიო, კაი ხინკალ, სადა. სადა ბაზარი, კარა ადამიანი არ გადის ბაზარში. საერთოდ. ვერითვისაც გინდა იმისთვის არ გამოგადგებათო და ჩურჩხელა რისთვის უნდა მდომოდა ახლა. აბა ადამიანი X ვკითხოთ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? მე 10-დან რომ შევაფასო, იქნება ჩემთვის ასე ნავებს გოუშო, ფულსაც იშოვ. ლამაზიც იქნება, ხალხიც გაერთობა და რა ვიცი. ამ ადგილს ქვია წყალტუბოს რაიონის სოფელი ფარცხანაყანევი, სალია ქვია ამ ადგილს. აეროპორტის გზას. სასაუზმე საჭუქჭუკო, მოგზადით და იჭუქჭუკეთ. აი იქედან გადავიღე, იქედან. გაუმარჯოს კაი ხალხს, რადგანაც გამოკითხვის შედეგებში გაიმარჯვა წყალტუბომ, ვარ წყალტუბოში. და კიდე ვიკითხე რაღაცეები იქანა საწევიდე რამე იმნაირ დაწესებულებები რომ რაღაცა ბიკენტია საქაბაბესთან მიახლოებული ყოფილიყო და დამიწერეთ რომ შემოსასვლელშიო არისო რაღაცაო დაწესებულებაო და იქანა მივალ. და კიდე გავივლი ქალაქში და ნუ საკვებ ობიექტებს დავაგემოვნებ რა. წავედი. თერნალიო მითხრენ ზუსტად არის წყალტუბოს შესასვლელში კან ბენზიკა ლუგაროა აგი წევით ახლა ნახოთ შიგნით რანაირ სიტუაცია არის და რისი შეკვეთა შეიძლება და რისი ჭამა წავ ახლა მომასწავლენ რომ ძველი ადგილი არისო და რამდენი ხანია არის? 76 წლიდან მუსიოგერე? 76-ში ეგია შეინათორა, მანამდე პატარა ხაცხა იყო. მენიუ რაღაცა? მენიუ. წვადი, წებელი, ოჯახური, უპატი. პაცკავსენ ჯაო? აკ. ნუ ადამიანება კითხე. რა უნდა კითხოვი ადამიანს ძინავს თავი გაანე. ამოდი. ახლა იმ ტელევიზორს ხმამ რო არ შეგვაწუხოს, აგერ კუპეში დავჯდეთ. მოდი ნახოთ რა ხდება შეგნით. სიტუაცია არის რანაირი, თუ იცი. შემოდიხარ და ძველ ატმოსფეროში ხვდები. ძველი ხალხი არიან რა. იქეთ ბაბუები ლაპარაკობენ, ეგერ ტელევიზორია ჩართული კაც ძინავს, არ გავაღვიძეთ. და ანტყველი პურის ჭამელი, პახმელიაზე რომ მოდიან, ხო იცი? მენიუ, რა ის მენიუ რა თქმა უნდა, პირდაპირ გეტყვი რაები მაქვს და გამოუშვა. სანამ წვადი მოვა, აგერ საწეველი არის და საწეველი ნახოთ აბა რანაირი ემოცია არის. პურის გარეშე არ გამოვაქან არაფერი, რაფერაც ვატყო. რა არის? ძველებური სუნი აქვს, მართლა სტახში რო ვაკეთებდი, საწებელს რაღაც იმნაირი სუნი აქვს, ზუსტად ბავშვობაში გამისროლა, გადამიტყურცნა. საკმაოდ შიშხათიანია, პახმელიაზეა გათვლილი, არ ვიცი რაზეა გათვლილი, მაგრამ ძალიან მწარეა. ბევრი ხახვი აქვს, წვანილები, ტომატი, რა ვიცი, რამდენად ამას არ ეტყობა რომ წყალწყალა არის, მაგრამ მარტო ხახვის არის და ისე, როცა მაგრამ მწარეა თუ ცხარეა. ჩემთვის მწარე არის და ისე ცხარე არის. ბიკენტია საქაბაბის საძებელს არ გავს ვაფშე სხვაგანაა წასული. აი ახლა მოვუცადოთ წვადს და მწვადი გავშვიჯოთ რანაირი არის. ოპა, რანაირი შიშხინის ხმა აქვს შეხედეს. ნეკნის წვადიცა, რაფერაც ვატყობ, აი ნეკნებია. აი. ისე ხორციცა.
სუნი ნორმალური აქვს რა. კეცის მწვადი არის, შამპურზე არა, შამპურზე რო იყოს, სავარაუდოდ ყვამლის სუნი ექნებოდა, მაგრამ ამას არა აქვს. კეცია გაკეთებული. მოდი ახლა გავსინჯოთ, რა ხდება იცი ახლა ჩანგალი დაიგე არ დამიწვით ახლა ამას. გასაგებია. გასაგებია ყველაფერი. ნორმალური შემწვარი არის, წვენიც აქვს, ოდნავ აქვს, ლა გამომშრალი არ არის რა. ვისაც გაქვს ნაყურები, ჩემი ის ვიდეოები ლევანიმ რო შეწვა წვადი და მე რო შევწვი, ახლა რა დავაყენებდი იცი? სტაირმეში ლუადასთან წვადი რო შევწვი, მაგ იყო პირველი. მაგის მერე ახლა ლევანის წვადი მოდის და მე ეს რა ყვამლის გემო რო ქონდეს, უფრო კაი იქნებოდა და მოდი საწებელთან ერთად ვნახოთ ნეკნის წვადი რანაირია. ახაც რაფერაც ვატყობ პახმელიაზე უნდა მოსულიყავი რა. ამნაირი ადგილები აიძულებს რომ პახმელიაზე ვიყო. გასაგებია. დააჯდა. ამ საწებელთან ერთად მწვადმა მიიღო ვაფშე სხვა გემო რა. აბა ასე ვნახოთ, ნეკნის მწვადი უფრო გემრიელია, მე ასე ვფიქრობ და ამნაირი ადგილისთვის მშვენიერი მწვადი არის რა. რესტორნებში რო არის რაღაცა მაღალი დონის რესტორნებში და ასე რო წვავენ და ხბუარი თუ ღორი რო ღრუტუნობს და ისე რო ასე დაგიტრიალებენ შამპურს და რაღაცა ასე ჰაერში განუვარდება და აქედან მარილს ასე მოგიყრიან, მაგნაირი არა, მაგრამ ნორმალური მწვადი არის რა. რას ვფიქრობ ახლა იცი? შევაფასო თუ არ შევაფასო ახლა? ნეგენ, ჩემი აზრით, არსად ვაფშე, სადაც დავალ არ შევაფასებ ამნაირ ადგილებს. და ეგ იქნება. უბრალოდ გემოს გეტყვით და ეგა. ამას მარილი აკლია. ჩვეულებრივ მწვადს და ნეკნის მხარეს, აქ მარილი კარგად და გემოებიც თამაშობს შესაბამისად. ხახვიც მივასინჯოთ აღარ. შეიტმება რა. ხო და შეაფასე გინდა თუ არა ლუადამე უნება და მოდი ახლა ვნახოთ. ეს მწვადი არის რაღა ეს მწვადი ხირდა 30 ლარი. ახლა რამდენად ღირს ეს მწვადი 30 ლარი დალაპარაკება შეიძლება ამ ყველაფერზე რა. ფასი რო არ კონდეს ამხელა, კაი იქნებოდა. კაი ახლა დავით, ქალაქში შევიაროთ და სხვა დაწესებულებები ვნახოთ რა ხდება შეგნით. დავით. გამევედი. მეგონა ქუთაისიდან წამევედი და თურმე კიდე ქუთაისში ყოფილი ვარ. შეხედე ქუთაისის ქუჩა 2 ნომერია. მაგარია რა, წევით. ველი გემო დამიწერენ კიდე და Google-ში დავსერჩი ახლა რა ვიცი რა უნდა მენახა და მე ვეით აგერ ბაზარი არის, აგერ რაღაცებია და აქ გვაჩვენებს და ნახოთ აბა. ძველი გემო საწყობი ყოფილა ბიჭო. რა ვიცი ახლა ეს უეჭველი აქანა გამომიშვით? ნედაი. ძველი გემო რა ვიცი დიასოებით აწერია და ამას აჩვენებდა და გამოდი ახლა ვნახოთ შიგნით რა ხდება, რა იყიდება. ყველაფერზე კაი რა არის რა. ყველაფერი გემრიელია. ყველა მომხმარებელი ფიქრობს რას აქები რა. და ყველაცებურია და ასე გვეუბნებიან. ბევრი არაფერი არ მინდა, მაგრამ რაღაცა გავსინჯოთ. პონჩიკი გვინდა, ერთი ჰოთ-დოგი და ჰამბურგერსაც გავსინჯავ კიდე. აქ მიიქნებ თუ ოჰ, გარეთ დავშლები. შედეგი გავიციან. კი, აუცილებლად. ბევრი რამე გვაქვს გადასაღები და ამიტომ ცოტა რაღაცებს გავიტყვილსაც გავსინჯავ, ჰოთ-დოგსაც გავსინჯავ და ჰამბურგერსაც გავსინჯავ კიდე. ვიყიდეთ აგერ რაღაცები და აგერ ჩოუჯდეთ. ბევრი რაღაცა არის, კაიო მითხენ, მაგრამ ყველაფერს ვერ გავსინჯავ და
რაც გადავწყვიტე. პუნჩულა, პონჩიკი, რავი, აზრი, ჩემს პონჩიკი ვიყიდეთ და ერთი ტკბილი, ერთი სოსისიანი პური, ლუადას უყვარს. ჰამბურგერი. ეს ჰამბურგერი შევადაროთ ახლა. ქუთაისში რო ეგ არის ბაზრის ჰამბურგერი, იმ ჰამბურგერს აი მაგიტო ეგიც ვიყიდე რა. და გავსინჯოთ ახლა. რაფერი იყო? ეგ ღირდა 2 ლარი, იგი 2.5 და პონჩიკი ლარი. ჰოთ-დოგი ღირდა 2 ლარი. აი ასე გამოიყურება. ჰამბურგერი 2.5 და პონჩიკი სხვათა შორის იაფი არის. ქუთაისში რაღაცა 1.5 ფერს ასე მახსოვს და პონჩიკი ღირს ლარი, რა შეხე. და რა კარგად გამოიყურება. კბილების მოყვარული დიდად არ ვარ, მაგრამ ბავშვობაში მიყვარდა. აი დავიწყოთ ჰოთ-დოგით სოსისიანი პური, ყველაზე მარტივად საჭმელი. ასე მოგიდებ, მანქანაში გექნება, და პირდაპირ ჰოპ, გადაუშვებ. ბევრის ჭამას მაინც არ ვაპირებ და შუიდან პირდაპირ გემოებს მივადგებით რა. ვა, შეხედე. შიგნით წვენიც ქონია. მე მეგონა მარტო მშრალე იყო. კეჩუპიც ქონია. მოდი გავსინჯოთ ახლა ეგე. შვენიერი სუნი აქვს. ჩვეულებრივი სოსისიანი პური არის. რა ნორმალური რა. რაც უნდა იყოს, იგი არის. სოსისი კაია, საძებელიც აქვს, პურიც კაი არის. რავი, ამას მე უნდა ვქნა. სოსის ვისაც გიყვარს, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჭამოთ, ჩვენიერი იქნება. გასინჯე შენ იგი? რენაირია? ბიჭო, კარგი გემოვთ იმას, მაგრამ ეს კეჩუპის ის არის? კეჩუპი. მე მომწონს ესეთების მარტივი. მეც მომწონს, მარტივი საჭმელია, სოსის თუ გიყვარს, ჩვენიერია. კი. და ვიზუალურადაც ეხა ნამუშევარია შევახე. მოი კუსკას ვაჭამოთ აგერ. ნუ ბევრი რამე მაქვს გასასინჯე. კუსკა მოდი. მოდი ახლა ჰამბურგერი დავაგემოვნოთ. ვიზუალურად ქუთაისის ჰამბურგერზე პატარა არის ახლა. ჯერჯერობით. სხვადასხვა ვიზუალურად ჯობია ქუთაისის იმას ჩემი აზრით. ეს არ ვიცი რა მგონია. მითო ის უფრო წითელი არის. ამას რო ჭამ ხოლმე რა მაინტერესებს, იცი? სოსისი რომელი მხრიდანაა აქ თუ ორივე მხრიდანაა აქ. ამ მხარეს ბრინჯი იყო მარტო, მეორე მხარეს სოსისი. ქუთაისში ახლა ისე შუაში გაყოფილი და მთლიანადაა გაშობილი და ნახოთ ახლა ეგი რა ხდება. შუაში გავტეხოთ და აჰა. ერთი მთლიანი სოსისი. ჩვეულებრივია რა, შეგნით ბრინჯი, სოსისი, ზემოდან საძებელი, ხახვი, აუ ხახვები მიყვარს. ეგ შენ ჭამელობად მე ხახვიანს შევჭამ აგე. ლობიანი უნდა გაჭამო. მადლობა. კაი არის. რავი, ყველაფერი რაც უნდა იყოს იგია რა. ძალიან ბევრი ამის მოხარებელი ხო? ძალიან. ამდენს რა ფერ გუძლებ არ ვიცი ახლა მე რა. ვეღარ გითხარით რანაირი არის. ხახვი, მწვანილები, ყველაფერი ბრინჯიანად, კარგი შეზავებული არის და რაც უნდა იყოს ჰამბურგერი ისაა რა. ვისაც გიყვართ ჰამბურგერი, გულგრილს არ დაგტოვებთ რა. ამასობაში სანამ აი გეჭამეთ, კი ნახავდით იმერული სტუმართ მოყვარეობა რა. აგერ ლობიანი გვაჩუქეს და გითხრეს რომ გასინჯეო რა, იმიტომ ლობიანს ყიდულობს თურმე აქ ბევრი და ლობიანი ყოფილა კარგი და ავსინჯოთ აბა ჩვენივრად გამოიყურება 2.5 დღეს ლობიანი. ამაში ახლა არ გეიწელება ყველი, მაგრამ ლობიანი არის და ლობიო. შეხე რამდენი ლობიო აქვს? კაი სკლათაა, შიგნით ლობიო. კაი სუნელებითაა შექმაზული, მარილი იდეალურად აქვს, ცომი მშვენიერი, რა ვიცი, რა ვთქვა რა, ძალიან გემრიელი არის ერთის ერთი. ეს ცხელი როა, ეს ცხიმიც რა, მაგრად უხდება, იცი? მან მინდოდა ბოლომდე მეჭამა, მაგრამ რავი. რავი, ერთ-ერთი საუკეთესო ლობიანი არის, რაც მიჭამია მე რავი. მე კიდე ბევრი ლობიანი მაქვს ნაჭამი. შვენიერია. ალო, ადეს გასინჯე? მე ვარია. მე მომეწონა მაგრამ. ნუ ყველაფერი რა ფერ მოგწონს შენ, მაგრამ
ადეკვატურად მართლა კაი არის და მაგით. ეს ყველაფერი ახლა დავაგვირგვინოთ ამასობაში გაცივდებოდა პონჩიკით. პონჩიკი კაი ხანი არ მიჭამია, ბოშობაში ვჭამდი და მახსოვს რომ კრემი რაცა ძალიან ცხელი იქნება, პირის დათუთქვა არ მინდა რა. რა კარგად გამოიყურება, უბრალოდ ნახე რა. აუ, რა კაიას. სტუნი აქვს მშვენიერი. ნუ ადეს შენთვის აგამზადებული. ამჯერად პირველ შენ იქნები და ძაღლია. ვა. რა გემრიელია. რატო არ ჭამდი პონჩიკს გამახსენე? არ გიყვარს სულები. არ მიყვარს ტკბილი ხო? თურმე მიყვარს. ყველაფერი გემრიელი არის მართლა რა. და ფასებიც აქვს ადეკვატური. ქუთაისთან შედარებით ოდნავ დაბალი ფასები არის. მადლობა ჩემ გამომწერს რომ დამიწერა და ასეთი მშვენიერი ადგილი მანახა. არ ვიცი ახლა რას გულისხმობდა, იმედი ამ ადგილს გულისხმობდა, მაგრამ რავი, ამას ქვია და მე მომეწონა ყველაფერი. მშვენიერი საწყობი არის. ეს გადაღებები მაქვს, რაფერად chill day ნაირი სულ ამ ნაირებს არ ვჭამდა, როცა ვიღებ, მაშინ ვჭამ მარტო ამგენს. ხო და მადლობა ასე რომ მასუქებთ ყველას. მართლა მაგარია, იმენა პონჩიკებზე გადავალ მე მგონი. რა ხდება? რა ვარია ლობიანი? შეგმაზური არის. მე მომეწონა. მეც მომეწონა, ძალიან კაი ლობიანი არის. მართლა კაი ლობიანი. რა? თვითონ ლობიოს გემოს ფარავს მაინც ეს თუნელები და რაღაცები, რა? ლობიოს გემოს კი ფარავს, მაგრამ ახლა ლობიო დიდად მე ლობიო მიყვარს. აი, ლობიო რო გიყვარს მაგინ და აი ახლა მადლობა გადაუხადოთ ამ კაი ხალხს და წევიდეთ სხვაგან. მოდი ახლა ერთი სახინკლეც ვნახოთ და ხინკალი რომ ჭამოთ. ოღონ გევიკითხოთ ახლა ხანა სადაა კაი სახინკლე და ისე წევიდეთ რა. ლობიანი შევახვიეთ სახში ლობიანის ჭამელა მყავს, უყვარს ძალიან ლობიანი და მეეწონება ვიცით ამას წევიდეთ. მადლობა დიდი. აიხარე. კარგად. ხინკალს შეიძლება ხან რო ჭამოთ. რა, არის ნორმალური რამე ხანა? არა. გიო, კაი ხინკა, სადმე ნექტარი და ალაშირი. ალაშირის კაია მაგარი. ასე ხო გაყოლა? როგორც კი შემოყოლა, ხემარჯო შეხედა მარტის ოფისი და მეორე სართულს. კაი. გარეთაც დაიძები შიდა ყველაფერი კაია თქო. აიხარე. სადმე? კარგად. დია მომაწოდენ რომ ბაზარიო დავათვალიერეთო და ჩურჩხელა მიყვარს და ჩურჩხელას ვიყიდი და რაღაცებს წავედ შიგნით ვნახოთ აბა რა ხდება. ძებით არის რამე? და განსამარხ. ჯო ყველი და ეს არის ტანსაცმელი. ყველი და ტანსაცმელი? რა ღირს ყველი? ყველი 17 ლარი. 17 ლარი. აქ თქვენ ხართ მარტო? ხო, ახლა ერთი გასული აღარა, ისე თუ რა ორი მუშაობ. პატარა ბაზარი ყოფილა. ვერცხი რა ღირს? 470. აი ეს სოფლის კვერცხი არის. აი მადლობა. ორი ხორცი, თევზი, ყველაფერი, კათანა, ყველაფერი. ჩურჩხელა რა ღირს? ორში მოგც, მორნახევრიანები ეგეთ, კაი. აჰა. ოჯახისა. სადა ბაზარი, კარა ადამიანი არ დადის ბაზარში. საერთოდ. მართლა სიცარიელია. ყველა. შავებით ჩემი გაკეთებული, თუ რამე მოგეწონება, ყველაფერი გასინჯე და აგემო. გინდა ტყემალი? ოჯახში გაკეთებული. შენ სულ გინდა რა ღირს მაგი? აი, შულო გემრიელი. მოგეწონება ვიცი. აი ხა. მადლობა. გაიხარეთ წარმატებებს ვისურვებ. მადლობა. მივაჭრე. ტყემალი ვიყიდეთ და ჩურჩხელა. გავსინჯოთ აბა ხა რა ვარი არის, კაი არისო და. აჰა. ვახ, რამდენი განაიდა შეკე. ცუდი არ გეუბნო, გონოთ ცუდი არ თქვენ, მას ვამბობ, ცუდი იდეა იყო. ბოთლი თუნდა და მე იმამ. ხელსახოცი არ მაგარზა? აუ ცუდი იდეა იყო ამის ასე გასინჯო, მაგრამ კაი ტყემალია სხვათა შორის. ერთი ჩურჩხელა იყო, თქვენო არ გამოგადგებათო და ჩურჩხელაო რა. ვერითვისაც გინდათ იმისთვის არ გამოგადგებათო და ჩურჩხელა რისთვის უნდა მდომოდა ახლა? ხილი ჩურჩხელა არის, იგი არაა. თათარაში არაა მოვლებული, რაღაცა იმიური ნაერთებითაა გაკეთებული რაღაც ვათხო. იმენა ინტელევის სისტემის გემო აქვს რაღაცა.
ხილი გაია, მაგრამ ეგ რაშიც ამოვლებული ეგა ძალიან მაგარი და სხვანაირია. ბოშობაში უმახსოვს ვინა ჩურჩხელა რა. კაი წევე ჩურჩხელა კი არა, სახინგლეშებით ახლა რა ხინკალი ვნახოთ რანაირია. მოუხვიე მარჯვნივ ასე რო წავალ მაგთის ოფისი არის და მეორე სართულზე აქვს. ო. სად არის? უკან? კაი რას მელაპარაკე? მე მგონი ვიპოვეთ, ჰა? ამან იმნაირ ადგილზე მითხრა მოუხვიეო, ალტუბოში რო დეიკარქებია. ბიჯო, ხინკლის სახლი. იქანა ხო წევედით იმის საძებნად. იაუ, იქანა იმის საძებნად. გეოვნები რანაირ ქუთაისურ წინადადებებს მართა ვიცი? იმენა ასეც რა. იქანა იმის საძებნად წევედით და მოვაგენით აი რა ხინკლის სახლი რო ვეძებდით. ნავიგაციამ წაგვიყვანა რაღაცა იქეთ. აი რა ხინკლის სახლი და მოდი ხინკალი გავცინჭოთ. აქანა რანაირია და მერე რა ვქნათ? მერე საჭოკჭოკო არის კიდე. რომ მითხრენ ხო იცი და იქანა წევიდეთ. წამოვა შევეჭინეთ. ხინკლის გადაღება რო გვინდა ხა საუნდა მევიდეთ თუ არა მართლა ხინკლის სახლში ხინკლის სახლი ქვია და საწავათა სუფთა ლამაზი და კოხთა გარემო არის რა მუსიკა მშვიდათაა ყურში არ გერტყამს და გვერდებში არ გერტყამს მუსიკა დაბალ ხმაზე კაი ბატონო ხა მოუცადოთ რამდენ ხანში იქნება ჩვენი ხინკალი და გავაგემოვნებთ მე ვიდა ჩვენი ხინკალი მშვენივრად გამოიყურება. ეს ხინკალი ღირს, გაგიკვირდებათ და ლარი და 20. მშვენიერი ფასი არის. ხალხი რო ჩამოდის თბილისიდან, ჩემი ნაცნობები და ქუთაისში ხინკლის ფასს რო გებულობენ რომ ლარ ნახევარიო, უკვირთ და ფასი იმიტომ აქ თბილისში ჩემი აზრით ძვირი რომ ეს ჰირა მომსახურება, ხელფასები, ხორციც ძვირი იქნება და აგიტო არის ძვირი ჩემი აზრით და აქეთ ხორციც იაფია მომსახურე პერსონალიც იაფია და მაცდი გადაღებას ბიჭო რა გინდა მაცად ერთსამ გავსინჯოთ აბა ეხინკალი აჰა შვენივრად გამოიყურება სხვათა შორის წონა აქვს წვენიც ჭვანჭვალობს კი საკმარისი წვენი აქვს, ხორცი ბევრი ჩანს. აი ნახეთ. წვენი აქვს, მშვენიერი კიდე. გემრიელია სხვათა შორის. ძალიან გემრიელია. რატო არ ველოდი არ ვიცი, მაგრამ მართლა არ ველოდი, ძალიან გემრიელი ხინკალია. ზომიერად ცხარი არის, ხორცის გემო იგზნობა, წვენი ბევრი არის, ცომიც თხელი არის, რანაირი ცომიც მოწონს. შვენიერი ხინკალი არის. ყველა არ ქმევია ამას ხინკლის სახლი ახლა. ისე დაიჭყანენ იქანა ხინკალისა უნდა ჭამოვა განაო, მე თქვი ვაფშე არ ვარ გათქვა, მაგრამ ნორმალური ხინკალია რა. კაია. ეს ხინკალია ხარ აწჭამე, დღეს არის მშვენიერი და სხვა დღეებში რა იქნება არ ვიცი. იმიტომ შეზავებას აქვს მნიშვნელობა და ამჯერად არის ძალიან გემრიელი ხინკალი. ფასი ადეკვატური, ლარი და 20-ად, რა ვიცი, სად შეჭამ ხინკალს. შეგიძლია მოხვიდე, დაჭდე, ჩვენივრად, გაგისტორდება რა. ერთი შავი პიმპილითაც მივარტყათ და ეგა. ობიჭო, კაი გემრიელია რა.
Google-ში თუ მოძებნით, იცოდეთ, საცხა იქეთ წაგიყვანთ, აი იქეთ არა. იქეთ რო წაგიყვანთ, მეორე მხარეს წამოდეთ და მერე იპოვით რა. ხა შეგიძლია ჭამა მედი. ამითხარი აბა რანაირი არის. დამცინოთ ეხლა რომ მე ყველაფერი მოვწოს დღესაც ვჭამე და ხელი ცომი და რბილი ცომია, კარგია. ხორცს ძალიან კაი გემო აქვს და წვენი ძალიან მაგარია. გემოები რაც აქვს რა, შესაძლებელი გემოები, ეგ მომეწონა ძალიან რა. კი, მე ხომ მიყვარს ცხარე თან, კი. ისეთი კაია რომ შეიძლება მოხვიდე ხოლმე ქუთაისთან და აქ მოხვიდე, ქუთაისის არანაკლებ კაი ხინგლებია ბევრ ადგილზე, მაგრამ შეიძლება რომ აქაც მოხვიდე და ჭამ. ნახავდით ისე ჩემ წინა ვიდეოს და იმდენი ხინკლები მაქვს ნაჭამი, რა ვიცი. ლუადასაც მეეწონა, მეც უწევ რეკომენდაცია, შეგიძლიათ მოხვიდეთ. ცხარე არის, მაგრამ რანაირი ცხარეა იცი, გემოებს არ კარგავს რა. ყველაფერი არის, თავისად მარტო სიმწარის გემო რომ მოდიოდეს, არა, იმენა კაი არის. აბა ადამიანი X ვკითხოთ, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? მე 10-დან რომ შევაფასო, იქნება ჩემთვის 10-დან 8.5, რაც ძალიან კაი შედეგია. ადამიანი X არის ძალიან კრიტიკოსი რა, ყველაფრის და 8.5 მართლა მაგარი შედეგია. მე კიდე არ ვაფასებ, რო იცოდეთ. აი, წევით ახლა საგვითხრენ საჭუკჭუკოში. გადავიხადოთ ახლა და გევით. და პატიჟებულები ხარ ბიჭებო და წარმატებები. შენი გამოძერი ვარ აქ. იცოდე მაინც. მე გამომდინარე სულ გიყურებ რა. კაი ხარი. მადლობა. ამოვედით და რაფერაც გითხარით, მართლა მშვენიერი ადგილია. ხალხით შესანიშნავი. რაფერაც ქუთაისში არის, ქუთაისური ადგილებია თქო, ხო იცი? აი, ეს ადგილიც ჩავწერე ქუთაისური ადგილების სიაში, ხა? აკვატიჟეს და მადლობა აქედან. კაი, წევიდეთ სად იცი? ასე თუ ისე წყალტუბოს ეკუთვნის, უნდა წევიდეთ საჭუკჭუკოში. სახელი იმნაირი აქვს, უეჭველი უნდა წევიდეთ იქანა. ზანა ახლა წყალტუბოში ვარ და მე-6 წყაროსთან რაფერ არ მოსულიყავ ეს. სულ მაინტერესებს ეს მე-6 წყარო, მე მგონი არის აბანო. კი. ბიჭო, რა ვქნა, ხوار შევიდეთ. გავღვაჭვაჟდეთ აბანოში? უპონტო კაცი ხარ. აი, მე გადავიღოთ მაშინ და აბანოებში სპეციალურად წამევიდეთ და შევიგრძნოთ წყალტუბოს აბანოების ეს რა, გემო. რა მინდოდა ახლა რომ მეთქვა, უყურებთ ვიდეოებს და არ ხარიწერთ რა ხდება. მადლობა ყველას, ასე რომ მიყურებთ და მაფასებთ და ვიდეოებს, კომენტარებს უწერთ, ალაიქებთ, გამოწერის ღილაკს აჭერთ. ამისთვის ყველას დიდი მადლობა. ბიჭო, კიდე ერთი ადგილი რის გარეშეც წყალტუბოდან წასვლა მართლა არ შეიძლებოდა გამევისეირნეთ, აგერ? გოუახლებიათ აკაურობა, რაღაცები დაუგიათ. ტივები ხო არ აყავთ ისე, ნედა? არა? არა და შეიძლება და ისე ტივებიც რო გეშვათ და ნავები რაღაცა, ჰოპ. მეტი კი არა, იტალიაში და საფრანგეთში და იმგენში. და ასე ნავებს გოუშო, ფულსაც იშოვ. ლამაზიც იქნება, ხალხიც გეერთობა და რა ვიცი. ნუ ერთი სიტყვით ადრეც ლამაზი იყო, ახლაც ლამაზია, შეგიძლიათ საღამოვით მოხვიდეთ წყალტუბოში და გამეისეირნოთ. ვინც არ იცით და დასაწყის არ გიყურებიათ, ახლა გეტყვით, რატო ვარ წყალტუბოში? იმიტომ ვარ, რომ გამოკითხვა რო გავაკეთე, წყალტუბოს ქონდა ყველაზე მეტი ხმა. და მაგით მომევედი აქანა. ხო და ამის მერეც მიაქცეთ ყურადღება და იქნება გამოკითხვები, თქო ახლა წყალტუბო აღარ იქნება, იქანა დარჩა ზესტაფონი, სამტრედია, ხონი, რაღაცები და ეტაპობრივად, რომელიც გაიმარჯვებს იმგენში ნენელა წავალ და იქაურ საჭმელს დავაგემოვნებ და რაღაცები იქნება რა. წევით ახლა საჭუკჭუკოში და ვიჭუკჭუკოთ. რა მოხდა ახლა? კი იცით გუშინ რომ მინდოდა ამ ადგილის გადაღება, მაგრამ სტუმრები დალევა აქეთ-იქეთ და ვერ მოახერხეთ და ახლა დღეს წამევედით და დღეს ანაი უბედური ამინდია შეხედა. მე ვედით საჭუკჭუკოში და რა ხდება შეხედე. აგერ 1 2 3 4 5 რამდენი მანქანები არის, ყველა აქანა არის. ადგილი არ არის, ვებჯდებით. ამნაირი ამბავი თუ იყო აქანა, მართლა არ მეგონა. აქ დადიან მე მგონი საფახმელიოთ. ახლა გამახსენდა აქანა ვარ ერთხელ ნამყოფი. დავითას მოკითხვა აქედან. საფრანგეთში არის ჩემს მაგაცი. აი იქ ცხოვრობს ხო და აქ ვიყავით პახმელიაზე გადმოსულები და მახსოვს ისე მაშინ უფრო ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო და ახლა უფრო რემონტია გაკეთებული და
თანამედროვეობასა აწყობილი რა. შედის და შედის, აეტევ ამდენი ხალხი. აი წევით. ეს ადგილი ყოფილა ხარჩოთი ცნობილი, მაგრამ ხარჩო არაა ახლა და ისეთი წვნიანი რაღაცის ჭამა არ მინდა, მირჩევნია ქაბაბი ვჭამო რა. და ხინკალი ისეთ იმაზე ვარ ტალღაზე რომ ხინკალსაც გავსინჯავ ბარეღა მაქანა. ქაბაბი რო 15 ლარი, მოყვება საწებელი და პური. ხინკალი ღირს ლარნახევარი. ნაირი დაწესებულებების პლუსი ხინკალი არ მგონია, მაგრამ რა ვიცი, იქნება სხვანაირი. ყველა მითხრა საჭუქჭუქოს წადი ძველი ადგილია. რამდენი ხანია რო არსებობს? 33 წელია ვარსებობს. და თქვენ დიდი ხანია აქ მუშაობთ თუ ჩემი მამის და მამის მეგობრის გახსნილი არის 33 წლის წინ გახსნეს. შემდეგ დედა მუშაობდა, მამა გარდაიცვალა და მე 10 წელია უკვე მევაგრძელებ საქმიანობას. ძალიან ბევრი ხალხი დადის, არ ველოდებოდი, ამდენი ხალხი თუ იქნებოდა და ეს სახელის ბრალია თუ რამე განსაკუთრებულად რამე კერძები? აი, ნახეთ, საოჯახო სამზარეულო გვაქვს. როგორც საკუთარ ოჯახში, ისევ ამზადებთ, ისევ ემსახურებით ხალხს. ოჯახები მუშაობთ, აქ ორი ოჯახი მუშაობთ და ისევ ემსახურებით ხალხს. ვცდილობთ გავაკეთოთ გემრიელი ჩვენი სოფლის ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლებით ხალხს. ამიტომ დადის ამდენი ხალხი, ყველაფერი ახალი და კაი რო არის სავარაუდოდ ხოდა. გატანა თუ შეიძლება, წაღებით მიაქვთ ხოლმე? კი, ხინკალიც გატანით გვაქვს, ხაჭაპურიც. კი, გატანაც შეიძლება. ძალიან კარგი. მისამართი რა აქ ამოსის? ამ ადგილს ქვია წყალტუბოს რაიონის სოფელი ფარცხანაყანევი, სალი აქვია ამ ადგილს. აეროპორტის გზას. სასაუზმე საჭუქჭუკო, მოგზადით და იჭუქჭუკეთ. კი ბატონო, მაგარი სახელია. რა გაისუნი აქ? ყველა ისე შინაურულად შემოდის. მოდი ახლა ეს საწებელი ვნახოთ. ეს საწებელი უფრო კარგად გამოიყურება, სხვათა შორის ვიდრე იქანა. რა გაისუნია. კაი საწებელი. იმ ნაირი სუნია ეს ქავავს, ცუდი ვერ იქნება. ეს საწებელი, მარილი, ხახვი, მწვანე და ყველაფერი აქ კარგად რა, ზომიერად. ხოთ ქაბაბი. ძალიან კაი სუნი აქ. რა ვარი წვნიანია. ქაბაბი უნდა იყოს წვნიანი ეთქო რო გეუბნებით, ეგე არის. ძალიან მაინტერესებს ამის გემო რა. მივხვდი ახლა რატო დადეს ახანა ხალხი რა. მართლა ძალიან გემრიელი ქაბაბი არის. აიცადე. კიდე ერთსაც გავსინჯავ და იმას ვიზა. გაიხარე. აგემართ. ახალი ფარშით არ გაკეთებული და მარილი აქ ზომიერად ხორცით გემომოდის, წვნიანი არის, შემწვარიც არის იდეალურად. რა ვიცი, ხავთან ერთად და საწებელთან ერთად ვაფშე მაგარი იქნება. ახლა მაგას გავსინჯავ კიდე. რანაირი ქაბაბია ცი? რესტორნის ქაბაბთან მიახლოებული ქაბაბი არის ეგ. ვინც რესტორნებში კარგად აკეთებენ უფრო და სასადილოებში გეგონება რომ არა, მაგრამ იდეალური ქაბაბია რა. ოდნავ შიშხათიანი საწებელი და ქაბაბი ეს საწებელი ხახვთან ერთად იცით ხახვე მიყვარს, ძალიან მაგარია. ხინკალი კი მევიდა, მაგრამ იმნაირი კაი ქაბაბია, ქაბაბი უნდა ვტანო რა.
ჯერ. ეგი. საძებელი. მაგარია. ერთი სიტყვით კაი ხორცის გემო აქვს. მარილის სუნელები ყველაფერი არის იდეალურად და შემწვარიც არის იდეალურად. სველი და გემრიელი. და ჭუქჭუქში იდეალურად მეჭუქჭუქება ეს ქაბაბი რა. ოდი ახლა ლუადაც წაეჭუქჭუქება ამ ქაბაბს და მე ამ ხინკალსაც წავეჭუქჭუქები. ქაბაბი მართლა ძალიან მაგარია რა. მე რომ მომეწონება ესეთი საჭმელი, ესე იგი მართლა კაია. ჩვენ ქემოწოს ყველაფერი, მაგრამ ქაბაბი მართლა კაი. მოდი ახლა ხინკალსაც გავსინჯავ რა ხდება. სასმელი არ გინდათ და არა, მადლობა. გაიხარეს. ხელი ცომი აქვს და კარგად გამოიყურება სხვათა შორის. ძიმეც არის. რამდენი ხორცია და წვენი შეხედე. პირდაპირ ხორცს უკვე. მე ვთქვი წვენის რაღაცა თავიდან იმას ვიზამ და პირდაპირ ხორცამ სავსე არის ხორცი. წვენი ვნახოთ აბა რანაირი აქ აბა. კაი წვენი აქვს. რანაირი გემოები აქვს წინ ნეიტრალური გემოები აქვს ჯერჯერობით წვენს და ხორცი არის აი პირამდეა სავსე რა. ოდნავ ცხარი არის წვანილების და კაი ხორცის გემოების რა, კაი შეკმაზული არის. და ხორცია ძალიან ბევრი, კიდევ გეუბნებით რომ რა, სავსეა ხორცი. აქანათო ამ ხინკალში ამდენ ხორცს უშვებიან. აგემაში ძავლიან ალბათ. ეხ სანამ გაცივდა ხინკალი, ლუად მედენახე. გაიხარე. მადლობა. წვანის გემო ყველაზე კარგად ამაში იქნება. ხორციც მართლა ბევრი აქვს. არომატული ეს უფრო არის. რასად არის ჩვენ არომატული ეს უფრო არის რო ამბობენ. სხვა ხინკალთან შედარებით სათმი ჯამია. ამ დღეებში. არომატული ეს უფრო არის, სიცხარეც ამას ესე აქვს, ანუ ზომიერად მოაქვს, ნელ-ნელა მოაქვს სიცხარე. ნორმალური ხინკალია, სხვათა შორის ამ სასადილოებში რო ვერ აკეთებენ ხინკალს, მასე არა, ნორმალური ხინკალია. ამოთ მოდიან ამდენი ხორცის არ შეიძლება დატოვება. მართლა კარგად იგრძნობა მწვანილის გემო და აი ახალი მწვანილის გემო. არ უჭირთ თაქეთ მწვანილი რაფერაც ვიცი. ნორმალური ხინკალია რა. კაი ახლა გადავიხადოთ და წავიდეთ. დადატოვება ხოიც მოთვენი. იქ რო კერცი აუკეთეს ბავშვობის გემოს შუამასთან. ხო, რო წავე. ეს ადგილი შეიძლება ქუთაისური ადგილების სიაში. აკვატეჟა ამ კაი ხალხმა ყველაფერი კაი იყო. ყვილა არავინ არ ივლიდა აქანა. ქაბაბი ძალიან მომეწონა, ხინკალიც კარგი იყო. რა ვიცი, ხალხი მშვენიერი. გაუმარჯოს მერთმა, თან 33 წელია რომ ამ საქმეს აკეთებ. კაი არის და მადლობა იმ ჩემ გამოწერს, ვინც მირჩია აქანა მოდიო, იმიტომ ბავშვობას გევიხსენე. ყველაფერი იყო კარგი და გემრიელი რა. მადლობა კიდევ ერთხელ აქედან აპატიჟებისთვის. მაინც ახლა თქვენ ქალაქებში სადაც ცხოვრობთ, შეგიძლიათ ამიწეროთ ამნაირი ადგილები, სად გინდათ რომ მოვიდე, დავაგემოვნო და გავსინჯოთ ყველაფერი. მე კიდე თუ შევძლებ, ჩამოვალ და გადავიღებ ყველაფერს. ვაპირებ ვიდეოს გადაღებას სხვა თემებზე. დაგეგმილი მაქვს რომ კანჭი გადავიღო და რა ვიცი, ქუთაისში ვინც აკეთებს კანჭს, შეუძლია შემეხმიანოს და მე კიდე გავტესტავ და ვნახავ რანაირი იქნება თქვენი კანჭი. მადლობა ყველას. მაგარია ბიჭებო, მაგარი. გაიხარე. რანაირი პოზიტიური ხალხი არის. აი ხა, მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ აქამდე. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის. კარგი, ვიდეო წინ ერთსა. შევიდევია. ეხლა შეიძლება გაგეც, ეხლა გადავიდე შეფასებაზე ვთქვი. ამ მომენტში მე არ ვაფასებ. გავაკეთე და ნახე შენ თუ ჩანს რა ის. რა ჩანს შენ თავი? აი მე ჩანს რო გამოვიდა, თავი ჩანს ეხლა? არა, თავი არა. იქ გადავიდე. ო, გამოხედე ერთი და. არა ჩანს. ეხლა მოიჩანს.
ეხლა ჩა. აი, მე შეფასებაზე გადავიდე გამოცო თავს და ნახოთ თუ გამოვა. აი. ნორმალური მწვადი არის რა. ბევრს აღარ შევჭამ. ეს გავსინჯე და გეგევიგე რაც ხარი და წავალ და სხვა დაწესებულებებშიც მაქვს კიდე ბევრი რამე საჭმელი და ამით არ გამევიპესკვნები რა. ვიდეო რაღაცა სიტყვა მითხარი და მე გამევიდე. გადავიდე შეფასება შედა. ანუ შენ უკან ხარ და პერსონაჟი ხარ ვერ გავიგე. ანუ ვითომ ეს თანამშრომელია ხარ? შენ უნდა დაინტრიგო ესე ეს. მე მასე ამიღწერე რა ხდება. ხო და მაგას გეუბნები, გითხარი ტექსტი გადავიდე შეფასება. და ეს მეთოდი არის. ხო, აი. ო, კაი. ეხლა ჩამოხვედი კვაზე. აი, დავარ, მიდი. всё, გეგევიგე ახლა რანაირი მწვადიცა და რა ვიცი, წევიდე სხვა დაწესებულებებით. ვერა დავარბიცა. აგერ ახლა წყალდობოში ჩამოვედით და ლარი 20 მშვენიერი ფასი არის. ხო და ორი და რაღაცა რო ღირდეს თბილისში, ორი და რაც ხაღირსო თბილისში, ხო და 2 და 40 ღირსო თბილისშიო, ხო და 2 და 40 რო ღირდეს, ძალიან ბევრი იქნებოდა. აქანა დადიოდა სტალინი, ხო და დაყავდა, არა ვინ დაყავდა კაცო.